გამარჯობა. დღეს ვისაუბრებთ ფინანსური აუდიტის კურსთან დაკავშირებით, მოკლედ მიმოვიხილოთ სილაბუსი. გაგაცნობთ და გარე აუდიტის მარეგულირებლის მოთხოვნებს, აუდიტის არსს და სახეებს, მიმოვიხილოთ ფინანსური აუდიტის გამოყენების მასშტაბებს, რეპორტაჟის და სარასკოჯის მიზნებისთვის, დეტალურად გავვლით ის სტანდარტებს და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს, მუხლობრივად გაგიმახვილებთ ყურადღებას თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მეთოდოლოგია ზოგადად უცხოურ კომპანიებს აქვს ჯიდა, ქართულ კომპანიებს აქვს ჰატი, ფინანსთა სამინისტროს და პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ იქნა ნათარგმნი. გავრცელებულ აუდიტორულ პროგრამებს შევეხებით, თუ რამდენად ოპტიმიზაციას აკეთებს დროის, როგორც ბუღალტერიაში არის, ასევე აუდიტორულ კომპანიებსაც აქვს. ფინანსური აუდიტის სტანდარტებს გავვლით დეტალურად 200-დან 800-ების ჩათვლით, თუ რა ეტაპებს გადის ზოგადად აუდიტი, მთლიანად სანამ დასკვნის გამოცემის ეტაპამდე მივა. ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს გავვლით, რაც ზოგადად არის წესების ერთობლიობა, ბუღალტერია როგორ უნდა იყოს შედგენილი. ძირითადი პროცედურები აუდიტში, რაც არის, მიმოვიხილავთ ყველას აბსოლუტურად. აქ საუბარი შეიძლება იყოს შერჩევის მეთოდებზე, რისკის განსაზღვრაზე, კონტროლის პროცედურები, როგორ უნდა გაკეთდეს შესამოწმებელი კომპანიის. ტესტირების ფაილები არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ საუბარია ყველა მოგიბაზარალის და ბალანსის მუხლზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს პროცედურები, გადაითვალოს ესა თუ ის მუხლი, ასევე დოკუმენტაცია, რწმუნების ნაწილი მოვიპოვოთ, თუ რამდენად შესამოწმებელ კომპანიებს სწორად აქვს ბუღალტერიაში აღრიცხული. დამოუკიდებლად შეეძლებს ფინანსური ანგარიშგების პაკეტების აწყობას, ასევე აუდიტის დასკვნის გამოცემას და შედგენას, ასევე მართლობითი ანგარიშის. გამოცდილებას გაგაცნობთ სხვა სფეროებთან დაკავშირებით და გაგიმახვილებთ ყურადღებას. ზოგადად აუდიტის დრო, დაგეგმვის ეტაპი, ტესტირების ფაილები, დასრულების ეტაპი დაახლოებით პროცენტულად ასე გამოიყურება. ზოგადად აუდიტორულ კომპანიაში დარგებელი და კონკურენტული გარემოს ნაწილში ის არის, რომ ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები კარგად იცის კანდიდატმა და ასევე ბუღალტერია, გუნდის მართვის ურთიერთობა, მენეჯმენტი იქნება მარტივად შეუძლია და ასევე ფინანსურ სფეროში მაღალი კონკურენტული ანაზღაურებით წარმოდგება. კურსი განკუთვნილია ბუღალტერებისთვის, ფინანსისტებისთვის და ბიზნეს ადმინისტრირების კურსის დამამთავრებელი სტუდენტებისთვის. წინაპირობა აქვს, რომ ბუღალტერის პრინციპები უნდა იცოდეთ. დღეისათვის სულ ეს იყო პრეზენტაციის ნაწილში. ეხლა წარმოდგენას შეგიქმნით გარიგების ეტაპზე და ყველა დოკუმენტაციის ნაწილზე. გარიგების ეტაპში დაახლოებით ამდენი დოკუმენტი შედის. დაგეგმვის ეტაპთან დაკავშირებით დასაცვლელია სხვა ტესტირების ფაილები, დოკუმენტაცია, პროცესებია ჩასატარებელი და დეტალურად გავვლით ამ ყველაფერს კურსში. ასევე არის ბევრი წერილები უშუალოდ კლიენტთან გაგზავნის დროს, თუ როგორ უნდა ვიურთიერთოთ. საუბარი გვექნება ტესტირების ფაილებზე, ტესტირების ფაილების უკან წარმოდგენილი არის Excel-ის ფაილები, თუ როგორ უნდა გადაითვალოს ესა თუ ის მუხლი და შემოწმდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რწმუნება მოვიპოვოთ ამა თუ იმ მუხლებზე და მათ ახლავთ ასევე სხვადასხვა კითხვები, რაზეც აუდიტორმა აუცილებლად პასუხი უნდა გაცეს. ზოგადად აუდიტში მუშაობა მოითხოვს როგორც თეორიულად ბევრის წერას, ასევე სხვა ანალიტიკური პროცედურების ჩატარებას. მიმოვიხილოთ დასრულების ეტაპს, დასრულების ეტაპზეც არის სხვა დოკუმენტები გასაკეთებელი და რეპორტინგი. რეპორტინგი უშუალოდ ნიშნავს უკვე რეკომენდაციების გაცემას კლიენტთან მიმართებაში, თუ რა პრობლემები ჰქონდა, ან რა აქვს გამოსასწორებელი, ფინანსური ანგარიშგების კუთხით ამ პროცესების ნაწილში, ასევე ფინანსური ანგარიშგებას შევადგენთ და მართლობით ანგარიშს. კატეგორიებიდან გამომდინარე გავვლით ამ ყველაფერს, თუ ვის ეკუთვნის აუდიტის ვალდებულება,
და სხვადასხვა დასკვნის მოსაზრებებზეც ვისაუბრებთ. ჩემი მენტორობის ქვეშ გავივლით ამ ყველაფერს, ასევე სხვადასხვა ტესტირების ფაილებიც გვექნება დავალებად და მიმოვიხილავთ ამ ყველაფერს. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის.